ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. ამიერიდან დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ჩვეულებრივი ბიოპასპორტითაც აღარ შეეძლებათ ესტონეთში შესვლა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაკნას თქმით, ეს არის პასუხი ქართული ოცნების რეპრესიებზე სამოქალაქო საზოგადოების აქციების მონაწილეებისა და მედიის მიმართ. ცაკნას თქმით, ევროკავშირში ასევე განიხილება ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა. დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის მოთხოვნის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება რიგითი ადამიანების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობას და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას საქართველოს მმართველი პარტიის ქართული ოცნების მიერ. ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს ევროკავშირის საბჭომ უვიზო რეჟიმი 27 იანვარს შეუჩერა. მანამდე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ესტონეთმა საქართველოს 93 მოქალაქეს პერსონალური სანქციები დაუწესა. დასანქცირებულთა შორის მოხვდნენ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე.